თქვენი პროისთვის დღეს რამდენიმე საკითხზე ვამახვილებთ მთელი დღის განმავლობაში ყურადღებას დავიწყოთ ხვალინდელი დღის გათვალისწინებით და მისი მნიშვნელობის ეხა საერთაშორისო მედიის ყურადღება არის მიმართული ხვალ იგივე მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიების ირგვლივ როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ მოდი დავიწყოთ საკითხით რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას მეგობარი აქტი მასთან დაკავშირებით არსებული რეაქცია და აი რაღაცნაირად ამ ფაქტის ნიველირების მცდელობა ხო ხელისუფლების მხრიდან რომ თითქოს არანაირი პროცესი არ მიდის ტრამპს თუ შეუძლია ისედაც დააწესებს სანქციებს და მოკლედ იმის ჩვენება რომ არაფერი განსაკუთრებული ხდება. აი რა არის როგორ შეგიძლიათ ამ არსებული სურათის შეფასება და რეალურად ხედავთ თუ არა ამ პროცესის მიღმა აი კონკრეტულად საარჩევნო მიზნებით გათვალისწინებულ რიტორიკას ქართული ოცნების მხრიდან. მოგესალმებით ანა, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ტრამპს როგორც სანქციების დაწესება შეუძლია, ისე შეუძლია ამ სანქციების მოხსნა და მაშინ რატო ხო, ეს ყველა ვიცით, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, თუმცა ის დასანქცირებული ხალხი, ვინც წინა ადმინისტრაციამ დაასანქცირა, ისევ სანქცირებული. ხო, რაც შეეხება აქტის მნიშვნელობას, ზოგადად ასეთ აქტებს რატო იღებენ? მაგალითად, იგივე მაგნიცკის აქტი თავის დროზე რატო მიიღეს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მაგნიცკის მკვლელობის შემდეგ რუსეთის ციხეში ადამიანები, რუსები, ვინც იყვნენ პასუხისმგებელი მაგნიცკის მკვლელობაზე, სანქცირდებოდნენ ყველანაირი აქტების გარეშე. უბრალოდ აქტი რას აკეთებს? აქტი არის ჩვეულებრივი კანონი, რომელიც ავალდებულებს კონკრეტულ სამსახურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ იმუშაოს კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, იგივე მაგნიცკის შემთხვევაში ეს ადვილებს პროცესს იმ ხალხის გამოვლენის, ვინც არიან უშუალოდ ჩართული და პასუხისმგებელი კონკრეტულ დანაშაულზე, ამათი გამოვლენის და მერე სასანქციო პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელების. იგივე ხდება ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, რომ ისინი დადგნენ მაგნიცკის აქტის უფლებამოსილების სფეროში მოქცეული ხალხის გვერდით. ანუ თუ მაგალითად იგივე ჩვენი გომელაური თუ არ ვწდები ხო, გომელაურია მაგნიცკის აქტით დასანქცირებული. ამჯერად ჩვენზე კონკრეტულად სპეციფიკურად იქნება კონკრეტული აქტი, რომელიც იმუშავებს უკვე იმ ხალხის გამოვლენაზე, ვინც არიან პასუხისმგებელი. მათ შორის მაგალითად 180 დღეში ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, რომ მოამზადოს ანგარიში თუ ვინ არის ამ ქვეყანაში, ვინ არის ჩინეთის, ირანის რეჟიმის, რუსეთის რეჟიმის, პუტინის რეჟიმის ინტერესების გამტარებელი, ვინ არის წამებაზე პასუხისმგებელი, ვინ არის კორუფციონერი. ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს. ანუ ამერიკის სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს იმაში, რომ გაარკვიოს ამ ქვეყანაში ვინ არის მწამებელი, ვინ არის კორუფციონერი, ვინ უთხრის ძირს ამ ქვეყნის მომავალს და ერთ-ერთი კიდე მთავარი რაც წერია ამ აქტში, ვინ უთხრის ძირს საქართველოს კონსტიტუციას. იმიტომ რომ ეს ხალხი უთხრის ძირს საქართველოს ევროინტეგრაციას, რომელიც არის 78 მუხლით საქართველოს კონსტიტუციით დაცული და ამიტომაც ხდება მათი სანქცირება. არა იმიტომ რომ რაღაცას აფუჭებენ, არა მარტო მაგიტომ. იმიტომაც რომ ისინი გადიან საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ანუ ისინი არ იქცევიან როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება. ლევან, აი თვითონ ხელისუფლების რიტორიკა რაც არის, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ანუ რაზე მიუთითებს, ამი რატო ახსენეს საარჩევნო მიზანი, იმიტომ რომ ნუ რა შეიძლება თქვას ხომ, ერთი შეხედვით ის გარკვეულწილად იმართლებს თავს და რაღაც პატრიოტული მოტივით ხსნის იმ სურათს, რომელიც არის, ხო? მაგრამ ყველაზე უკეთ რეალურად მათაც უნდა იცოდნენ, რომ გრძელვადიან ამ პერსპექტივაში შეუძლებელია ეს საკითხი საერთოდ გაქრეს და სურათი შეიცვალოს. ხო, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ არის ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც შეუძლია ქართული ოცნების ხელისუფლებას და ეს გამოაჩენს მათ სერიოზულ დამოკიდებულებას ამერიკის მიმართ, აი ეს საკითხი რაზე მიუთითებს კონკრეტულად, აი აქედან რა ტიპის დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ თავადაც აცნობიერებენ, რომ უკვალოდ ვერ ჩაივლის, მაგრამ აი თანაცხოვრება ამგვარ ვითარებაში არის თუ არა თავსებადი, არის თუ არა შესაძლებელი იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს. თანაცხოვრებაში გულისხმობთ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ სანქციების პირობებს. და ამავდროულად იყოს ის რიტორიკა შენარჩუნებული, რაც არის და იგივე ამ აქტის მიღების შემთხვევაში, აი რა ელოდება საზოგადოებას და ქვეყანასაც.
ხო, სამწუხაროდ ეს ქვეყანაზე კარგად არ აისახება, როგორც მინიმუმ იმიჯურად არ აისახება კარგად, როცა შენ ქვეყანაში ყავს ფაქტობრივი მმართველები, რომლებიც არიან დემოკრატიული სამყაროს მიერ დასანქცირებულები, მათ შორის ამერიკის მიერ და კონკრეტულად ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მიერ უკვე ისინი ახლა რასაც ცდილობენ იმას, რომ მოახდინონ ამ აქტის, რომელსაც დიდი ალბათობით სენატიც მალე დაამტკიცებს, ნიველირებას, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ეს არის კერძო ინიციატივა ერთი კაცის და სინამდვილეში ეს არ არის. და საუბრობდნენ, რომ რამდენიმე რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. სინამდვილეში რამდენიმე რესპუბლიკელმა კი არა, 220-დან 168 რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. მათ შორის აბსოლუტურად ყველა ლიდერმა რესპუბლიკური პარტიის. მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარე, მათ შორის პარტიის ლიდერმა ჰაუსში, სპიკერმა ჯონსონმა, ყველა აქტიურმა სპიკერმა, ვინც ითვლება ტრამპის გუნდად, ყველამ ამ აქტს დაუჭირა მხარი. 20 კომიტეტის თავმჯდომარემ. შესაბამისად, ეს არის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის გაცხადებული პოლიტიკა ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ და არა მარტო რესპუბლიკური პარტიის მხრიდან. იშვიათი რამე მოხდა ბოლო დროში, ასეთი რამე ამერიკაში არ ხდება, როგორც წესი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოლარიზაციაა და რესპუბლიკელები და დემოკრატები პრაქტიკულად ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ორმა პარტიამ ჩათვალა, რომ რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს ყველასთვის გასაგებია, რომ ცუდი ამბავია. ამიტომ ეს ორი პარტია დაჯდა და ორ პარტიულად, ბიპარტიზანულად მიიღეს ეს კანონი. ეს ნიშნავს თუ რამდენად აქვს ამ ხელისუფლებას საქმე გაფუჭებული ამერიკაში. არა მარტო ისე კი არა რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან გაუფუჭდა ურთიერთობა, ყველასთან გაფუჭებულია. მათ შორის საქართველოს საკითხებით ვინც ინტერესდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის წარმომადგენლობათა პალატაში, ყველასთვის ნაგინები აქვს, ყველასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს და ყველა მომხსენებელმა ზუსტად დეტალურად იცის ამ ქვეყანაში რა ხდება. რამდენად შესაძლებელია თანაცხოვრება ამ აქტის სრულად ამოქმედების პირობებში. თანაცხოვრება არის შესაძლებელი. ჩვენ ვიცით უამრავი რეჟიმი, ვიცით სოფლიოში, რომელიც სანქცირებულია, თუმცა გაცილებით რთულია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა შენ ასეთი სანქციები არ გაქვს და მით უმეტეს გაცილებით მარტივია ცხოვრება, როცა ყავს არა ისეთი მოწინააღმდეგე და მტერი, როგორიც ამერიკა მტერი გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის, ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის და არა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ამერიკა არის მეგობარი. და გაცილებით მარტივია ცხოვრება, როცა შენ ამერიკის შეერთებული შტატები გემეგობრება, ხო? გემეგობრება როგორც ხელისუფლებას და შენ ხელს გიწყობს უამრავ პროექტში და ჩვენ ვიცით უამრავი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყანაში დაუფინანსებია, მილიარდობით დოლარი აქვს ამ ქვეყნისთვის გამოყოფილი იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური ქვეყანა ყოფილიყავით და ნორმალურ გარემოში გვეცხოვრა და ამის გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას, რომლისთვისაც უდიდესი პრობლემა იქნება ის სანქციები, რომლებსაც დაუწესებენ, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარს, რაც ყოლია 70 წლის განმავლობაში. ლევან, აი ამ პროცესში ყველაზე მეტად აი თქვენი დაკვირვებით, რას ყიდის რეალურად ქართული ოცნება? ის ხშირად ახსენებს deep states, რომელიც შეიძლება უამრავი ადამიანისთვის სრულიად ბუნდოვანი რაღაც არის და ცდილობს, რომ აი გარკვეულწილად ისარგებლოს გზავნილების იდენტურობით იგივე კონსერვატიულ ნაწილში, რომელიც ჰქონდა ტრამპს თავის დროზე წინა საარჩევნო პერიოდში, ხო? ანუ კობახიძის deep state და ტრამპის deep state პირობითად ვიცახი, ანუ ერთი და იგივეა. აი რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ პროცესთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ უკვე ითქვა, რომ ტრამპმა ლოკალური და ახალმა ადმინისტრაციამ ასე გამოდის, რომ ლოკალური მარცხი უკვე განიცადა deep state-თან. აი რაზე საუბრობს რეალურად ქართული ოცნება? ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება deep state-ს უწოდებს ტრამპის ყველაზე ახლო მოკავშირეებს. ამ ადამიანებისთვის ასე გამოდის. გავსი კი, ზუსტად ასე გამოდის, იმიტომ რომ იმ ხალხს, ვინც ხმა მისცა ამ აქტს, უწოდებენ, რომ ისინი არიან არა ტრამპის მოკავშირეები, არამედ deep state-ის წარმომადგენლები. სპიკერი ჯონსონიდან დაწყებული, ელი სტეფანიკით დამთავრებული, რომელიც ძალიან აქტიური მხარდაჭერია ტრამპის და მის კამპანიაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა, ყველას ეძახიან deep state-ის წარმომადგენლებს და ამ ადამიანებისთვის ეს არის, რა ვიცი მე, გინებაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა, მსგავსი რაღაც დაბრალება და მით უმეტეს იმის დაბრალება, რომ ისინი არ არიან ლოიალურები დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ეს წარმოუდგენელი ამბავია და დამერწმუნეთ, რომ ამერიკაში გადასარევად იციან, რას ლაპარაკობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები აქ. ყველაფერი იციან, თუ რა განცხადებებს აკეთებენ და ეს მათ ნამდვილად არ წაადგებათ.
ასე რომ ჯობია მოზომოდ რიტორიკა ისევ მათთვის ჯობია. უფრო არ გაართულონ სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს რჩევა ოღონ არამეგობრული რჩევა მათთვის. ხა რაც შეეხება deep states, რა არის საერთოდ deep state? ტრამპი რასაც ეძახის deep states, ეს არის საერთოდ სხვა რაღაცა, ეს არის ჩინოვნიკური, ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკური აპარატი. ამ ბიუროკრატია, სხვა ამერიკის ბიუროკრატიას ეძახდა ის deep state. ის არის მემარჯვენე ფლანგის პოლიტიკოსი, რომელიც თვლის, რომ ამერიკული ბიუროკრატია ხელს უშლის განვითარებას, მათ შორის ქვეყნის განვითარებას, მათ შორის მისი გადაწყვეტილებების და მისი იდეების სწრაფად გავრცელებას, რამაც შედეგი შეიძლება მოიტანოს. ამიტომ ის თვლის, რომ ეს სახელმწიფო აპარატი უფრო უნდა იყოს მოქნილი, ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანები კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იქ არაფერს არ აკეთებენ გარდა საქმის გაფუჭებისა, უნდა წავიდნენ სახელმწიფო სამსახურიდან. ამას ამბობს, ამიტომ შეიქმნა ილონ მასკის დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და კობახიძე deep state-ს ეძახის რაღაც გლობალური ომის პარტიას, შეთქმულების თეორიას, მასონებს, აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა და ოფისო ორგანიზაცია. ხო, ხშირად არის კითხვა, რომ აი ხოშოს არის ინტერესი იკითხეთ, სად არის ოფისი, ვინ არის ლიდერი და ასე შემდეგ და ვიცით რა ტიპის რეაქციაც არის ამგვარ ინტერესზე. ლევან, სუსთან დაკავშირებით მინდა კითხვა ასევე რაც მოხდა, ეს აი რისი მთქმელი არის თქვენთვის საკმაოდ ესე უცნაურად, ანუ ბოლომდე თქვენ გამოიტანეთ დასკვნა რა მოხდა ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე. არ ვიცი, შეიძლება ამერიკის შემდეგ სუსის პოლიტიკური პასუხი ამას მოყვა, პაპუაშვილის მთელი კასკადი, იქ ტექსტი და ასე შემდეგ ბრალდების, აი რისი თქმა შეგიძლიათ, რასთან გვაქვს საქმე? ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბანალურად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შესული ზარი, რომელიც სავარაუდო ბომბის არსებობას ინფორმაციას ავრცელებდა, სავარაუდო ბომბის არსებობას და შეიძლება იყოს მართლა რამე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ქონოდა და მიეწოდებინა სუსისთვის. ყოველ შემთხვევაში დღეს ფაქტი რაც ვიცით არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ეს გაფრთხილება მისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და საელჩოს თანამშრომლებისთვის. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთი არის, რომ კოორდინაცია რეალურად ასეთ ფაქტებზე უნდა იყოს კონკრეტული უსაფრთხოების სამსახურებისა და კონკრეტულ საელჩოებს შორის და ეს კოორდინაციაც არ არსებობს სამწუხაროდ და ეს არის ცუდი ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წინა წლებში, მათ შორის ქართული ოცნების მმართველობის პირობებშიც კი ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ ინვესტიციებს დებდა, მათ შორის უსაფრთხოების სექტორში, მათ შორის სუსშიც კი და სხვა უწყებებში, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჭიდრო თანამშრომლობა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამის მოშლაზე მიუთითებს ახლა ეს ამბავი. მათ შორის კი შეიძლება ამის მოშლაზეც მიუთითებდეს და ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა რო დაზიანდა და რეალურად ჩვენი ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად ნულოვან დონეზეა დასული, ამას არავინ არ უარყოფს. მათ შორის ამას არ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატები, ამას არ უარყოფს სახელმწიფო დეპარტამენტი, მისი სპიკერის განცხადება ამის დასტურია და მათ შორის ამას არ უარყოფს ქართული ოცნებაც კი ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ირიბად ამას აღიარებს, რომ პრობლემა აქვს, რომ არ არის არანაირი ის სტრატეგიული თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობა, რაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის იყო, ამ წუთას პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ამოცანები გადასაჭრელი, კონკრეტული საკითხები გადასაწყვეტი, ეს არის პატიმრების გამოშვება, ეს არის ნორმალური ამ ქვეყანაში სამართლებრივი პროცესის დაბრუნება, იმ დრაკონული კანონების გაუქმება და მათ შორის რაც მეგობარ აქჩი არის ნათქვამი, უნდა მოხდეს გამოძიება, რამდენად სამართლიანი და თავისუფალი იყო ეს არჩევნები და ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი. ამის მიხედვით მე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ის, რაც ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა რომ დაბრუნდეს ეს ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე და მათ შორის მათივე მომავლისთვის იყოს მათივე მომავლისთვის არის უკეთესი, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოებში. რამდენჯერმე ახსენეთ მათი მომავალი და თითქოს ღელვა. არა, მე ნამდვილად არ მაღელვებს არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენლის მომავალი, თუ ვინმეს უნდა აღელვდეს. პოლიტიკური მომავალი, ცხადია ეს არის. არა, მარტო ჩვენ ყველას ადამიანურად საუკეთესო მომავალს უსურვებთ, ხო? აქ პოლიტიკურ მომავალზე არ არის, საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ კიდე ძალიან ბევრი წელი, ან ქვეყანაში იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში და მათი ოჯახის წევრებმა. თუ მათ უნდათ, რომ არ კონდეთ ცხოვრების ბოლომდე დამღა, რომ ისინი არიან სანქცირებული, მათ უნდა შეცვალონ ქცევა. იმიტომ რომ ეს სულ ხო ვერ იქნებიან ხელისუფლებაში.
ბიძინა ცას ვერ გამოეკერება, ქართული ოცნება სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება. არ არსებობს მსოფლიოში რეჟიმი, რომელიც მუდამ არის, ხო? შეუცვლელი და დაუმთავრებელი არაფერი არ არის. ამ ხალხს, ამ ახალგაზრდა ადამიანებს 20, 25, 30 წლის ადამიანები რო არიან და 40, 50, 60 წელი აქვს წინ ცხოვრება. ისპობენ საკუთარ მომავალს. მე მათ ბედზე ნამდვილად არ ვღელავ, თუ ვინმე უნდა ღელავდეს მათ ბედზე, არიან საკუთარი თავები, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ და რას აპირებენ მომავალში, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები. ლევან ყურაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საუბრობდა ჩვენს ეთერში. რეკლამაზე